რეგიონში ყოველთვის გქონდეთ კარგი ატმოსფერო, ჩვენი მიზანი და ამოცანა ყოველთვის იყო ეს, შეიძლება სათანადოდ ვარწებით, მაგრამ ალბათ ახლა ამას მივაღწევთ ბოლომდე. სრულყოფილება შეიძლება არაფერს არ არსებობს, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით ამას. პირველ რიგში თანამშრომელთა კომფორტის შექმნას და კარგი გარემოს შექმნას და საინტერესო გარემოს შექმნას. მინდა ვისარგებლო შევხვდით და მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეთერბერგზე მელიქიშვილს ამ ღონისძიების დაორგანიზებაში აქტიური ჩართულობისთვის. მე ბერმენის გუნდის წევრი უკვე 2017 წლიდან ვარ და ამ კანონიზმმა 7 წელმა მასწავლა, რომ არ არსებობს თქვენთან ერთად გადაულახავი დაბრკოლება, არ არსებობს მიზეზი, მიზანი, რომლის მიღწევაც ერთობლივი მუშაობით არ შეგვიძლია. ჩვენ ეს ყველაფერი გუნდური მუშაობით, ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, რა თქმა უნდა შეგვიძლია. ხელოვნების სკოლის დირექტორს, პატრიოტული და შთამაგონებელი პროექტის ზეკარის ავტორს ბატონ ვახტანგ ბერიძეს. არამედ ეროვნული ბრენდი ქვეყნის მასშტაბით რომ იცნობება. მე მინდა ვუსურვო ბერნელს 2025 წელს მისი სახელი უკვე საერთაშორისო ჟღერადობისას გამხდარიყოს. ავთანდილ ვაშახმადი. იმედია მომდევნო ვაჟაპთაველა, დიდი ვაჟაპთაველა, ამის პოემაში 4 ჯერ მოიხსენიე კულტურა როგორც ცოდნა. უდგას, გვერდით უდგას განვითარებაში, წინსვლაში და იმ რეგიონის მიმართულების აზრებაში.